მოგესალმებით მეგობრებო, ჩამოგვივიდა შემდეგი ავტომობილი, რომელიც შეკვეთით შეუძინეთ კლიენტს. მანქანას აქვს მცირე დაზიანება. არის 2.5 მოტორით, მაგრამ კომპლექტაცია აქვს 3.5-ის. აქვს ლუკი, სტარტ სტოპი, ეს ბამპერია. ეს არის ხობა. ასე გამოიყურება სალონი. ავტომანქანა არ იქოქება და შევეცდებით გავარკვიოთ რა არის მიზეზი ამ ყველაფრის. Camry დღე მეორე. გუშინ შევამოწმეთ მოტორი, ტრიალებს, კომპრესია აქვს, აკუმულატორი დამჯდარი იყო, წავედით დასატენად, მაგრამ როდესაც პრიბორები გავაღე, ვნახე რომ ბენზინია არასხია მანქანაში. და მაქვს ესეთი მოსაზრება, რომ აუქციონზე მანქანა მიიყვანეს ბენზინის გარეშე, ვინაიდან იქ არ დაიქოქა, ბენზინის ჩასხმაზე არავის არ უწვალია და შესაბამისად ჩაუწერეს მანქანას, რომ არ იქოქება. მოდი ახლა ჩავასხათ ბენზინი და ვნახოთ თუ დაიქოქება ეს მანქანა. როგორც მეგონა, რომ საწვავის გამო არ დაიქოქებოდა მანქანა, სულ სხვა რამეში აღმოჩნდა საქმე. საქმე იმაშია, რომ ამერიკაშივე მე პატრონემ სავარაუდოდ მე ესეთი მოსაზრება მაქვს. მოიფიქრა ესეთი რაღაცა, რომ ეს მანქანა უნდა მოეშორებინა სადაზღვეოს ხარჯზე. შესაბამისად ძალიან ბევრი შეერთება იყო ჩახსნილი, ანუ ეგრეთ წოდებული შტეკერები. ცოლების ყუთში, თვითონ კომპიუტერზე, ჰაერის მიწოდების სისტემაზე და უამრავი შტეკერი იყო ჩახსნილი. ელექტრიკი გაყვა ამ ყველაფერს, შეაერთა და მანქანა უპრობლემოდ დაიქოქა. გავრეცხლეთ, როგორ გამოიყურება ჩვენი Camry. ვისაც გსურთ ესეთი კარგი და საინტერესო მანქანების გამოწერა, ისტორიების ნახვა, გამოიწერეთ ჩვენი არხი. აი ესე გამოიყურება. მანქანა არის კომპლექტაციით SE პლუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ სალონი არის ალკანტარა, აქვს სიდენიების გათბობა, აქვს ლუკი, იქოქება სტარტზე. გარბენია 58,000 მილი, შეცდომები არანთია. მოტორი იდეალურად მუშაობს. ესეც ორ დღეში გამზადებული მანქანა.